აუ ტელეფონის ვიდეოთი ხმა ისმის ისე მაგრად რომ გავგიჟდი. ალბათ ეს ხალხი ფიქრობს ახლა ამა მარტო სულ ადამიანს რა უნდა რას დაბჟოტიალობს ამ პორტუგალიაში ჩამოუკიდია ეს კამერა რა იციან მაგათ. ნუ ეხლა რა იციან მაგათ how cool I am. და ნამდვილად ძალიან cool გოგო ვარ მე. მოცათ ერთ წამით. ეხლა განახებთ რატო ვარ cool. Okay, good. So მოკლედ დაახლოებით 3 საათში მაქვს სერფინგის მესამე კლასი. სერფინგზე სასერფინგოდ ჩამოვდივარ წელიწადში ერთხელ პორტუგალიაში. პირველად ვისერფინგე 2020 წელს კანარებზე. Oh my god. კანარებზე ვიყავ. ეხ ჩამოვდივარ ხოლმე წელიწადში ერთხელ პორტუგალიაში. მადლობა დინას, რომელიც ჩემი თანამშრომელი არის სკოლაში და საფურის პირველ შვებულების დღეს, რაც სკოლაში შვებულება იწყება, ჩვენ შვებულებაში რაც მუშაობთ, როცა სკოლა ისვენებს, ჩვენ ვმუშაობთ. ხო და დინა მუშაობს ახლა. და მე ერთი კვირა შემიძლია რომ ისახში დავრჩე და ვისერფინგო, საკუთარ თავს დაუბრუნდე, პორტუგალიაში ვიყავ. და ჩემთვის პორტუგალია ერთ-ერთი უსაყვარლესი თუ არა ყველაზე საყვარელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ხალხია რაღაცნაირი, აი არ ვიცი როგორ ვარ ხოლმე სადმე და bom dia tudo bem და ვფიქრობ რომ აი ძალიან cool და ძალიან მაგარი ვარ. და არა, იმათაც ვხარიათ რომ პორტუგალიურად რაღაცა ვცდილობ რომ კაფეში უკვეთო და გამარჯობა უთხრა და ნახვამდის უთხრა და როგორ ახარ უთხრა და თან ამათი ენა ძალიან მიყვარს. შხურტულა ენა აქვს ძალიან. ველოსიპედით ამოვიდი ეხლა ამ გორაკებზე 5 კილომეტრი, დაახლოებით 5 კილომეტრი ვიარე. მეტი თუ არა? ნუ ეხლა დაღმართებში კაი იყო, მაგრამ აღმართებში მაგრა გამიჭირდა. ანუ warm up. აუ რა კარგად თქვი? Warm up. ნუ გახურება მჭირდება, სანამ სერფინგზე გადავალთ დღეს მზე არ არის, როგორც უყურებთ. საერთოდ პორტუგალია ძალიან ნისლიანი ქვეყანაა და იშვიათად არის ხოლმე და აი დილას გაიღვიძებ და აი ლურჯიცა. არ არის ხოლმე ლურჯიცა დილით ადრე პორტუგალიაში. სადღაც 90%. აი ზაფხულშიც კი. ეხლა ვიცი რომ იწვება ხალხი ევროპაში, რავი, ზღვისპირა ქვეყნებზე და აქ კიდე 19 გრადუსი იქნება, ან 20-22. მაგრამ ამას შემთხვევით მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის რომ სერფინგის კოსტუმია, სერფინგის დაფაა, მომზადებული ვარ ფიზიკურად, ვარჯიშობდი. კარგად. ფრანკფურტში. ხო და აშკარად გუშინ ძალიან გამომადგა ეს ვარჯიში, იმიტომ რომ გრძნობდი რომ სხეულის კონდიცია არის. My god, wie heißt das? ანუ მაშინ რა წყობშია რა? ტონუსში. ხო და ვისაც ჩემ ბოდიალი არ მოგწონთ. ხო, გადართოთ. და ვისაც მოგწონთ, გამომყევით, იმიტომ რომ გოგოებს საქართველოში რომლებსაც უთხრეს რომ ველოსიპედი გოგო საქმე არაა. და აი სახში უნდა დაჭდე, ფიჭილები უნდა გაიკეთო მხოლოდ და ესე უნდა იჭდე. და აი ძალიან ბევრ რაღაცაში შეგზღუდეს და მაინც არ დანებდით იმ გოგოებისთვის არის ეს ვიდეო და არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღიზიანებს. მე არ ვაკეთებ ჩემს ვიდეოს და ჩემ ბლოგს ადამიანებისთვის, რომლებსაც არ მომწონვარ. მინდა იმაზე მოყვე, რასაც მაგალითად სხვა გოგოებსაც ვეტყვი რომ ძლიერები უნდა იყოთ. ხანდახან სუსტებიც უნდა იყოთ. საკუთარ თავს უნდა მისცეთ იმის უფლება, რომ იტიროთ, ეჭღავლოთ, გაბრაზდეთ. წამოწვეთ და მეორე დღეს ადგეთ და რავი რა, თუ მოგინდებათ სერფინგზე წახვიდეთ, თუ მოგინდებათ ველოსიპედზე დაჯდეთ და სადღაც წახვიდეთ, თუ მოგინდებათ ძროხები იყოლიოთ და მოწველოთ, თუ მოგინდებათ. რა ვიცი მე, ხატვა დაიწყოთ, თუ მოგინდებათ, სპორტი დაიწყოთ, თუ მოგინდებათ. რა ვიცი მე, აი რაც გინდათ ის გააკეთოთ. აი, რა ვიცი მე, ავტომეხანიკოსი გახდეთ. თუ მოგინდებათ გოგოებო, ფიზიკოსი გახდით, ქიმიკოსი. რა ვინმე დაიშლის რამე, ჩემი ყველაზე დიდი მესიჯი არის ის, რომ არ შეზღუდოთ საკუთარი თავი. არასოდეს. და ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ვაიმე, აი მე რა მიჭირს, არა. ძალიან ბევრ რაღაცებში ვიყავი შეზღუდული და ჩემნაირი ადამიანისთვის არ არის მიზანდებული წავიდეს და სერფინგზე დადგეს, ან ველოსიპედზე, ასე თაგორა იაროს. ნუ დაახლოებით. შეიძლება
ესეთი ჯანსაღი მონაცემები არ მქონდეს, როგორც ახლა მაგალითად ათლეტთა ჯამრთელ ქალებს, მაგრამ აი მე მომწონს როგორიც ვარ. რასაც ვაკეთებ და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი შრომის მერე ყოველთვის მიზანს ვაღწევ. აი ეგ მომწონს. მიზანი უნდა დაისახოს. ამ მიზნამდე რაღაცნაირად უნდა მიხვიდეთ. მივარდეთ, მიბობხდეთ, მიილეწოთ. მაგრამ მიხვიდეთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია. და საკუთარი თავის შეგრძნება არ დაკარგოთ. იპოვოთ საკუთარი ტექნიკები, საკუთარი საკუთარი სპორტი, შეიძლება რაღაცა მოგწონდეთ, შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეთ, შეიძლება რაღაც გამოსწოროთ და არ მოგწონდეთ. ყველაფერი ისწავლეთ, რაზედაც ფიქრობთ, რომ ეს ჩემი, ეს მინდა. წლის შემდეგ ერთ რაღაცას ხომ მიხვდები რა, მაინც და მაინც შეიძლება შენთვის არ იყოს, ან შეიძლება შენთვის იყოს რაღაც. ამიტომ ამ ბჟუტურა ბლოგში გოგონებს მოვუწოდებ, რომ არასოდეს არ დანებდეთ. თუ არ მოგწონვართ, კარგად იყავთ კაცო. მე არავის გაღიზიანებას არ ვაპირებ. თუ ღიზიანდებით, აი დაარდი. აი დაარდები, შემიყვარდები. აი მე ატლანტიკ როგორ მიყვარხარ. თქვენ არ იცით რა სილამაზეს ვხედავ ახლა აქ. რაც შეეხება სერფინგს. ამ 10 დღის განმავლობაში 8 დღე სერფინგზე ვარ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მომზადებული ვარ ამისთვის. და let's go to surf. და let's go სახლში ჩემი რაშით, რომელიც დინას შვილს სოფიას ეკუთვნის, მაგრამ ერთი კვირით ჩემია. Ciao.